მოგესალმებით. დიდი ხანი არხზე ვიდეო არ დადებულა. ცოტა მცირე პაუზა გქონდა, მაგრამ დაუბრუნდით და მალე ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს გადავიღებთ. ძალიან ბევრი თხოვნა იყო, რომ გადაგვეღო აპარეკაზე, მაგრამ აპარეკაზე რადგან უკვე ძალიან ბევრი ვიდეო დევს, გადავწყვიტე ცოტა სხვანაირად გავაკეთოთ და გადავიღოთ შესაბამისად, ასე ვთქვათ, შედარებით უფრო მარტივი ვერსია. რომელსაც არ ჭირდება ბარე, ბევრი თქვენგანი ბარეს ვერ იღებთ, როგორც ვწერთ და ისეთი გჭირდებათ, რომელსაც ბარე არ ჭირდება, ესე ვთქვათ. და მოკლედ დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ და ვისწავლით უფრო გამარტივებულ აპარეკას, რომელიც ძალიან გავს ორიგინალს და უკრავთ და შევადარებთ და ბარეების გარეშე იქნება, ამიტომ ყველა თქვენგანი შეძლებთ დაკვრას თუ მოინდომით. მოდი დავიწყოთ აკორდებით. აკორდები ძალიან რთული არ გვაქვს, ესე ვთქვათ, ერთი ბარე იყო ეს აკორდი და ეს აკორდით შევანაცვლე და ბარეს გარეშე უკრავთ როგორც იცით. პირველი აკორდი რაც დაგვჭირდება, ეს არის E-ემი. E-ემი აკორდი რო ავიღოთ, არის აი ეს. მეორე ლადში ეს ხოლადებია პირველი ლადი, მეორე ლადი, მესამე ლადი დანაყოფებიან. მეორე ლადში გვჭირდება მეოთხე მეორე ლადში მეოთხე სიმი უყურეთ, აი ამ თითით ვაჭერ და მეორე ლადში ისევ ოღონდ მეხუთე სიმი. აი ამ ორი თითით ვაჭერ მეოთხე და მეხუთე სიმებს. სხვა სიმებს არ შეეხოთ და აქვს ესეთი ხმა. შემდეგი აკორდი, რაც უნდა დავუკრათ, ეს არის B მინორი, B-ემი. B მინორი რო დავუკრათ, წესით იკვრება ესეა ბარეთი და ბევრად ლამაზი გამოდის. მაგრამ ბარეთი, ვინც ვერ იღებთ ბარეს, გადავაკეთე ეს აკორდი და დავუკრათ უფრო შემარტივებული ვერსია, ესე ვთქვათ. პირველ ლადში და მეორე ლადში დაგვჭირდება პირველი სიმი, აი ეს სიმი. მესამე ლადში, აი ამ ლადში დაგვჭირდება მეორე სიმი და მეოთხე ლადში, რომელიც აქ არის, დაგვჭირდება მეოთხე, უბრალოდ მესამე და მეოთხე სიმები. ანუ ნახეთ, პირველ ლადში მეორე ლადში პირველი სიმი, ანუ მეორე ლადში პირველი სიმი, მესამე ლადში მეორე სიმი და მეოთხე ლადში მესამე და მეოთხე სიმები. და ეს ზედა სიმები არ დაუკრათ ეცადით. ექნება ესეთი ხმა. თითებმა ერთმანეთის სიმები თუ დაფარა, ცოტა ესეთი ხმა ექნება დაგუპული. ეცადით, რომ ერთმანეთის სიმები არ დაფაროს. თავიდან მეორე ლადში პირველი სიმი, მესამე ლადში მეორე სიმი და მეოთხე ლადში მეოთხე და მეხუთე სიმები. უბრალოდ მესამე და მეოთხე სიმები. აი ნახეთ როგორ მაქვს გვერდიდანაც. თუ ერთმანეთზე გეჭირებათ ეს თითები თუ ესე გაქვთ, ცოტა იცადეთ, რომ აი ეს ნაწილი ხელის ჩატეხოთ, აი ეს ნაწილი ნახეთ. ცოტა დაბლა ჩამოწიოთ. აი ესე როგორც ესე ჩამოვიდა, ნახეთ, ესე მაღლა კი არ გქონდეთ, რომ ერთმანეთზე დაედოს სიმები. პირიქით ცოტა ქვევით ჩამოწიეთ და შედარებით გაგიმარტივდებათ. ახლა მაგალითად ცოტა ქვევიდან რომ ვაჭერ, ერთმანეთზე არ მეტება ისანსოთ, რომ ზევიდან დააჭიროთ ცოტა ქვევიდან. და უფრო მარტივია, არ დაეჭირება ერთმანეთზე თითები. შემდეგი აკორდი, რასაც გავავლოთ, ეს არის G აკორდი. G რო ავიღოთ, ესეთი ხმა აქვს. მესამე ლადში გვჭირდება პირველი სიმი, ამ თითით ავიღებთ. მესამე ლადში ისევ ბოლო სიმი, ამ თითით ავიღებთ და მეორე ლადში მეხუთე სიმი. ანუ ნახეთ, მეხუთე სიმი, აი ეს. ეს აკორდიც რო ავიღოთ, ხელი თუ ესე გაქვთ, ვერ აიღებთ ეს გრძელი თითი დაგეჭირებათ სხვა სიმებზე, ხელი შეეცადეთ ჩამოწიოთ დაბლა, ნახეთ, აი ეს ხელი როგორ ჩამომაგ დაბლა და პირიქით ესე ვაწვევით და ესე უფრო ბევრად მარტივია, აი გვერდიდანაც რო განახოთ, ნახეთ, სად ესე რო უკრავ. ეს თითი უკვე სხვა ეს შუა თითი სხვა სიმებზე მეჭირება. ესეთი ხმა აქვს. ამ ხელს პირიქით დაბლა ჩამოვწევ და ხელს ჩავტეხავ. რო ეს შუა თითი სხვა სიმებს არ დაეჭიროს.
შემდეგი აკორდი და საბოლოო აკორდი, რაც დაგვჭირდება, ეს არის A აკორდი. A აკორდი რო ავიღოთ, მეორე ლათში გვჭირდება ეხლა შემდეგი სიმები. მეორე სიმი, მესამე სიმი და მეოთხე სიმი. ანუ ნახეთ, მეორე ლათში ნეგატივით დავიღებთ მეორე სიმს, ისევ მეორე ლათში ავიღებთ მესამე სიმს და ისევ მეორე ლათში ავიღებთ მეოთხე სიმს. აქვს ესეთი ხმა. მეორე ლათში მეორე სიმი, მეორე ლათში მესამე სიმი, მეორე ლათში მეოთხე სიმი. ეს აკორდები იყო სულ. ესე იგი ძალიან მარტივები იყო. E-ემი, ეს ბარის გარეშე რომელიც ვისწავლეთ. შემდეგ G და A. სულ ეს აკორდებია, ეხლა გადავიდეთ რიტმზე და მოდი ვნახოთ როგორია რიტმი. ეხლა რაც შეეხება რიტმს. რიტმი, ასე ვთქვათ, რთული არ არის, მაგრამ დასამოღამებელი იქნება. თავიდან შესავალში რო იწყება სიმღერა. შესავალში გვაქვს უბრალოდ ჩამოკვრის რიტმი. ეს ყველა მიცით, ერთი ხელით ჩამოვუსვით უბრალოდ ყველა სიმს და სად არის. ეს მარტივია, ამას არ ხსნი, არაფერი ახსნა არ ჭირდება. ეხლა გადავიდეთ, როცა უკვე იწყება მესამე სიმღერა, როგორ რიტმი გვაქვს. რიტმი არის შემდეგნაირი, ნახეთ. სულ არის ჩაკვრა ამოკვრები. ჩაკვრა ამოკვრა. ჩაკვრა ამოკვრა. ნახეთ. გავაკეთე ორჯერ. ჩაკვრა ამოკვრა, ჩაკვრა ამოკვრა. ჩაკვრა ამოკვრა, ჩაკვრა ამოკვრა. აი ეს არის ერთი მოძრაობა. ჩაკვრა ამოკვრა, ჩაკვრა ამოკვრა. მე მაგალითად ამ რიტმის დაკვრა, ზოგადად რიტმს ხო უყურებთ ყველახან. მე ამ რიტმის დაკვრა რატომღაც მიმართება უბრალოდ ერთი ხელით. და ესე უკრავ შესაბამისად თქვენ როგორც გინდათ ისე დავუკარეთ. ერთ-ერთი მოძრაობა არის ეს, ჩაკვრა ამოკვრა, ჩაკვრა ამოკვრა. გაიმეორეთ? აი ეს არის ძალიან მარტივია. ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა. თავიდან ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა. ეხლა, რასაც ვაკეთებთ, ამ ერთ რიტმს ვუმატებთ მეორე რიტმს, უბრალოდ იგივენაირი რიტმია, ისევ ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა არის. უბრალოდ შუაში აქვს პაუზა. ანუ ერთს რო დავამთავრებთ, ნახეთ. ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა, ეს რომ მოვრჩი, აქ ცოტა ხანი ვაპაუზებ და ვაგრძელებ. ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა. ზუსტად იგივეს ვიმეორებ. ნახეთ. დავაპაუზე. მიხვდით? ნახეთ. ჩასვლა, ამოსვლას ვაკეთებ 4ჯერ, ანუ ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა 4, ნახეთ. მე აქ პაუზა მაქვს და ვიმეორებ. ნახეთ, ეს შეგიძლიათ ესე ივარჯიშოთ პაუზებით, უყურეთ. პაუზა. პაუზა. პაუზა, 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 მიხვდით ხო? დაახლოებით რამ ხდა როგორი ის გვჭირდება პაუზა. რიტმი იგივე გრძელდება, უბრალოდ შუაში ემატება პაუზა. ჩასვლა, ამოსვლა, ჩასვლა, ამოსვლა. ნახეთ? ეხლა ეს ორი რო გადავაბოთ ერთმანეთს როგორ იქნება. მიხვდით? შეიძლება თითქოს არ ეტყობა პატარა პაუზა, მაგრამ რაღაც მხრივ აქვს. მიხვდით ხო? და ამ ორ ცალს რო გავაკეთებთ, 1, 2 და მე რას ვამატებთ? უბრალოდ ვამატებთ ჩასვლა ამოსვლას. მეტი არაფერი. ეს არის მთლიანი რიტმი. და მთავრდება. თავიდან რო დავიწყოთ ახლა. ის პირველი ნაწილი რაც ვისწავლეთ, მე ძალიან ოდნავ პაუზა და ისევ იგივე ნაწილს ვიმეორებთ. და ამასაც რო გავიმეორებთ, ვამატებთ უბრალოდ ჩასვლა ამოსვლას. როგორ გამოდის ახლა მთლიანი რიტმი. ნახეთ, თავიდან. თავიდან. მიხვდით, ეს არის ერთი რიტმი მთლიანი, ესე ვთქვათ. აი, თავიდან. თავიდან. და ეხლა ცოტა აჩქარებულში დავუკრავთ ესე.
აკორდთან ერთად რო გაჩვენოთ. ერთ აკორდზე ვაკეთებთ უმეტესად ერთხელ. დანარჩენს ვიდეოს ბოლოს ნახავთ მთლიან დაკვრას და იქ მარტივად მიხვდებით უკვე რამდენჯერ ჭირდება ხოლმე ერთ აკორდზე. ერთგან ჭირდება ორჯერ. და ისე ზოგადად უკრავთ ერთხელ. მაგალითად დააკვირდით E აკორდი რო ავიღო, ამ რიტმს ვაკეთებ ერთხელ და შემდეგ გადავდივარ ახალ აკორდზე. ნახეთ როგორი გამოდის. ეს არის. ეს არის, მიხვდით? ამას რო ერთხელ გავაკეთებ, გადავდივარ შემდეგ აკორდზე. თავიდან ნახეთ. ერთი გავაკეთე. ეხლა გადავდივარ შემდეგ აკორდზე. რომელიც ის ბარე აკორდიც რო ვასწავლოთ BM. ეს არის შემდეგი აკორდი. მიხვდით? უბრალოდ აქ რო გადმოვდივარ. დააკვირდით EM. თავიდან ეს ბოლოში ჩაყურა მოყრა და დავამატე. ეხლა გადმოვდივართ BM-ზე. ანუ აქაც ერთხელ გავაკეთე. მე ისევ EM-ზე გადავდივარ ბრუნდებით. აქაც ერთხელ გავაკეთე. მე ისევ BM-ზე ვბრუნდებით. ბარე აკორდივით რო არის. უბრალოდ BM-ზე შეგიძლიათ ეს ამოკრა მოაშოროთ. ანუ ნახეთ, სხვა აკორდებზე ხო ვუკრავთ მაგალითად ჩასვლა, ამოსვლა, ეს ერთი ნაწილი, მე იგივეს ვაბავთ, ჩასვლა და ხო ვამატებთ ბოლოში ჩასვლას და ამოსვლას. მე მაგალითად BM-ზე როცა გადავდივართ, ეს ბარი აკორდი რო არის, ამოსვლას აღარ ვაკეთებ, უბრალოდ ვაკეთებ ჩასვლას. ნახეთ როგორ გამოდის EM ჩასვლა და ამოსვლა, ხო გადავედი ახლა BM-ზე. და უბრალოდ ჩასვლაზე ვტოვებ, ამოსვლას აღარ ვუკეთებ. ნახეთ როგორი ამოსვლას აღარ ვაკეთებ რა. ის 4, მე 4 და დავებ. მე ისე გამოვდივართ EM-ზე. EM-ზე ამოვდივართ ჩაულებრივად, ნახეთ. გადავედი. ამ თავიდან. ხო, უბრალოდ იმას აღარ ვაკეთებ ამოსვლას. დანარჩენი სხვა აკორდებზეც იგივენაირი რითმია, G-ზე მაგალითად. A რო ავიღოთ. და ისევ ბარე აკორდზე დავუბრუნდით. მიხვდით ხო? ძალიან მარტივიც არ არის, მაგრამ არც ძალიან რთულია თუ კარგად უყურებთ ვიდეოს და დააკვირდებით, უკვე მარტივად აითვისებთ ესე ვთქვათ. მოდი ახლა ვუყუროთ მთლიანი დაკვრის ვიდეოს, რომ მიხვდეთ როგორ უნდა დავუკრათ მთლიან სიმღერაში. მაგასთან ერთად შეგიძლიათ ივარჯიშოთ. ჩართეთ ეგ ვიდეო, შეანელეთ ან თუ გინდათ ეხლა როგორც არის ისე უყურეთ და თქვენ ცეცადეთ რომ აყვეთ. ჯერ მაგალითად აკორდებით აყევით, თითო ჩამოყრით, მერე რითმით აყევით და უფრო მარტივად დაამოყავებთ ესე. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რომ უფრო მეტი ვიდეო დავდოთ და აბა უყურეთ ახლა როგორ იკვრება მთლიანი სიმღერა. Thank you.